ხელოვნების სასახლის უკვდავთა ბაღში საქართველოს სახალხო არტისტის იაკობ ტრიპოლსკის ბარელიეფი გაიხსნა. ღონისძიებას ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. უკვდავთა ბაღში იმყოფებოდა ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილიც. მოეწყო ფოტოგამოფენა, რომელზეც აჩვენეს როგორც ტრიპოლსკის პირადი ფოტომასალა, ასევე კინოსა და მარჯანიშვილის თეატრში მისი მოღვაწეობის ამსახველი კადრები. იაკობ ტრიპოლსკი მარჯანიშვილის თეატრში 40 წელი მოღვაწეობდა, პარალელურად ის მთარგმნელობით სამუშაოსაც ეწეოდა. ჩემთვის ამაღელვებელია ეს დღე და მე მგონი მნიშვნელოვანია საერთოდ ქართული კულტურისათვის, რომ იმიტომ არა რომ ის მამა იყო ჩემი, ასეთი ადამიანები ალბათ არ უნდა გავივიწყოთ. 40 წელიწადზე მეტი იდგა ის მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე, ინგლისურიდან თარგმნიდა პიესებს და ეს ადამიანია, რომელმაც ძალიან დიდი ღვაწლი მიუძღვის მას ქართული თეატრის, კინოს და ზოგადად ქართული კულტურის განვითარებაში. ბატონი იაკობ ტრიპოლსკი ძალიან დიდი დამსახურების ადამიანი იყო, ადამიანი, რომელმაც თავის სიცოცხლის მანძილზე ძალიან ბევრი რამ შექმნა და მხოლოდ პოზიტივით დაამახსოვრა თავის საზოგადოებას. როცა მსახიობისთვის სპეციალურად ამა თუ იმ მსახიობისთვის მოდის მაყურებელი, ის იმას უკვე დიდი დანიშნულება აქვს თეატრში. როცა მოდის და აი ერთ-ერთი მსახიობი იყო იაკობ ტრიპოლსკი.